მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, გამარჯობა. დღეს ჩვენი სტუმარი არის ძალიან საპატიო სტუმარი ყავს, ჩვენი მეგობარია ასევე და ძალიან საინტერესო თემებზე გვექნება საუბარი. რა თქმა უნდა, კინოს გარშემო ვიტრიალებთ, მაგრამ ძალიან ბევრ სხვა საჭიროებო საკითხებსაც შევეხებით ალბათ ამ საუბრებში. ჩვენი სტუმარია ბატონი გოგი თორაძე. ახლა რომ ტიტულები რო არ და კინორეჟისორი, ცნობილი კინორეჟისორი, ქართული კინო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, სპორტული კინოს ერთ-ერთი ამაგდარი წარმომადგენელი, არა მარტო სპორტული კინოსი, არამედ არ არსებობს ქართულ კინემატოგრაფში თემა, რომელსაც ბატონი გოგი არ შეხებია, საჭიროებო თემა. ბატონო გოგი, მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენ მაყურებელს. ძალიან მიხარია, რომ ბუბას დაწყებულ საქმეს ჩვენ ვაცოცხლებთ თქვენი დახმარებით და ძალიან კარგია. კინოზე ძალიან ცოტაა გადაცემები ჩვენ სივრცეში და კინოს სივრცეში და ამიტომ ცნობადობისთვის და ინფორმაციისთვის ვფიქრობ ძალიან კარგია. პირველი მე მგონი დავიწყოთ სპორტული ფილმებით. იქამ აღნიშნა, რომ თითქმის ყველა თემას შეხებული ხართ. კი. ხო და დავიწყოთ აბა სპორტული ფილმებით. ისე რომ ვთქვათ, აი რაღაც საერთოდ ჩამოთვალოთ, აბა რა თემებზე გაქვთ გადაღებული ფილმები? თემებს ჩამოვთვლი, მაგრამ საინტერესოა როგორ დავიწყე. ესე იგი, ხო, როგორ რატო კინოში, როგორ მოვედი კინოში და რატო სპორტი? კი ბატონო, კი. ესე იგი, ამ ქვეყნად მოვევლინე ისეთ უბანში, თბილისის, სადაც გავიზარდე და დღესაც იქ ვცხოვრობ, ანუ დინამო სტადიონთან. ჩემ ხელმარცხნივ სახლის ხელმარცხნივ ტელმანის ქუჩაზე, ახლანდელ გიორგი ცაბაძის ქუჩაზე. ხელმარცხნივ იყო კინოსტუდია ქართული φιλმი და იქვე სტადიონი. ანუ სკოლიდან გამოვიდოდი, შევდიოდი კინოსტუდიაში და მაინტერესებდა ეს ქართული კინოები გადიოდა მაშინ ჰოლივუდის ფილმები და რაღაც იმდენი არ იყო და მაინტერესებდა რა ხდება იქ. ხო და შევედი და დავინახე ეს ყველაფერი რა. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემს უნდოდა რომ იურისტი გამხდარიყავი, დედაჩემს ინჟინერი და ასე შემდეგ. ბატონო გოგი, რო შეიხედეთ, მაშინ გიორგი სააკაძეს ხო არ იღებდნენ? არ ვიცი, მე არა. პავილიონში გიორგი სააკაძეა გადაღებული. ვიცი. ბევრი ბრძოლები. ვიცი. და იქაც სტადიონის შესასვლელის არის გამოყენებული, ხო? ხო და მან ბევრი ბრძოლები გადაღებულია და იმას ხო არ მოესწარით მეთქი. ხო და იქ ვნახე ცოცხლად რა ეს მსახიობები რა პირველად აი ეს რეილა აბაშიძე, ოთარ კოპერიძე ეს ცოცხლად. როდესაც კლასელებს უყვებოდი, მე ნამდვილად ვნახე მეთქი ეს ხალხი, ისინი ხო ეკრანიდან უყურებდნენ. ო, კარგიო რა. რა კარგი, ნამდვილად ხო, ნამდვილად იქ დავაგდებდი ჩანთას, დავჯდებოდი ზედ და საათობით უყურებდი. რა თქმა უნდა, დედაჩემი მეძებდა. მე აღმოაჩინა ეს წერტილი, სადაც ვიმყოფები, რომ გაკვეთილების სწავლას ვერ ვასწრებდი და დარაჯი გააფრთხილა, რომ აი ეს დაიმახსოვრეო და ამ ტერიტორიაზე არ ნახო და მე სანაპიროს მხრიდან მოვძებნე ხვრელი კედელში. იქიდან შევდიოდი. ისე ჩვენს ხომ არ დავიწყეთ. თქვენ ხო და იმდენი ხვრელები იყო მანდა. ხო, ბევრი ხვრელი. შენ დროს იყო ეთქობა ეგ დაწყებული და მე ჩვენს კარგად გავხვრდა. რას ვეძახდი? კრემატორიუმი ერქვა. ოპერატორების კაბინას. ხო. არ გახსოვს? კი, პატარა კაბინები რო იყო. აუზიც იყო. აუზიც იყო. ორი ოკეანის საიდუმლოა მათ გადაიღეს. კაი სასადილოც იყო. აი სასადილოც კი. და სპორტული მოედანიც იყო. ფეხბურთს თამაშობდი. გიაფერაძე და რა ვიცი, სპორტი იმიტომ რომ ყოველთვის იმ სტადიონზე ვიყავით, შევარდებოდით ეს მე და ჩემი მეგობრები იმ მოედანზე, სადაც ცნობილი ფეხბურთელები დაგვიდნენ. მაშინ შოვიდი და ვერაფერი შოვიდი და გობეზე უნდა გადამძვრალიყავი. დაგვდევდა მე იმით სასტვენით და გამორვდით. ხო და ესეთი ის არის რა, იქიდან ხტებოდით და რაღაცა ეს ისტორიაა ყველაფერი. ეს გულშემატკივრები დილიდან საღამომდე იქ რო იდგნენ და ის რა ისტორიებს იგონებს სამწუხაროდ ვიდეო არ იყო მაშინ რომ ეს ყველაფერი გადაგეღო. კი იცით კარგად. და იქვე იყო მუშტაეთის ბაღი. იქვე იყო მუშტაეთის ბაღი. სადაც ეგ გულშემატკივრები კი ცნობილი. ერთი იყო ვერის პარკში.
კი, ვერის პარკში და. ხო და ნუ რუცნაურ რაღაცებს იხსენებდნენ რა. ხო იცოდნენ ყველას მანქანის ნომრები, ტელეფონის ნომრები. იქ ადრე ვარჯიშობდნენ ისა შემოღობილი იყო ხის რაღაცით რა. ხო და პატარა რო ვიყავი მე იმასხვევები, მე 5 კლასი, მე 6 კლასი და ესეთი რაღაც. ხო და ის ხრელი იყო ერთი, ხრელი იმას, აი გლაზოკივით. ხო და ვარჯიში ხო იწყებოდა ამ გუნდის. აი რა დამამახსოვრდა კინემატოგრაფიის კუთხით რა, ეს მე სულ ნანობდი რა, როგორ ვერ გადავიღე. იმ ხრელიდან უყურებდნენ და უკან რიგი იყო და ისინი უყუროდნენ, კაი გეყოფა, ეხა ჩვენც გვაჩვენე რა. ხო და მე ახლა სიმაღლის ისა პანიკა მაქვს რა. ბიჭები ხო ხეზე იჯდნენ, ხეებზე და ამის პანიკა მქონდა და ვიდექი რიგში. ხო და რო შევიხედებოდი მე იქიდან კიოდნენ რომ გეყოფა ახლა გამოდი აქ და მე თავიდან უნდა ჩამდგარიყავი რიგში რომ კიდე გენახა. შოთა იამანიძე მიშავეს აი ძალიან საინტერესო და აი სპორტიც ვაკეთო. ეხლა კი, გასაგებია სპორტის ვაკეთო და მე მოხვედი კინოში. კინოში მოვედი. და მე როგორც ვიცი, ჯერ ოპერატორად პირდაპირ თუ ასისტენტად. და ჯერ ასისტენტად. ხო, ჩვენთან ეგრე იყო. ხო, იგორ ნაგორნი მიმიყვანა მან და მე რაბჯალია. ნუ ეგეთი წესი იყო. ერთი ტელევიზია იყო და ტელეფილმებში ვიმუშავე მთელი ცხოვრება. ხო, ეგეთი წესი იყო, რომ ჯერ უნდა პირდაპირ ოპერატორი ვერ გახდებოდა, იმიტომ რომ რაღაც გამოცდილება უნდა მიგეღო და რაღაც უცოდნოდა. რა თქმა უნდა. სხვანაირად ოპერატორი ვერ გახდებოდი, არ არის ოპერატორობა ადრე. ცნობილ ოპერატორებთან. ხო. იქ შნაიდერი იყო, ირაკლი ონოფრიშვილი იყო, გივი მელქაძე იყო, ყველა თქვენთანაც ნამუშევრები ბევრი, ხო? კი, როგორ არა. ხო და აი მაგათთან რა და დავინტერესდი რა. ეხლა ერთი რამეს მომივიდა აზრად რომ ეხლა ოპერატორის თვალიდან დანახული სპორტი კი არა პრინციპში სპორტულ კინოში კი ოპერატორს დაახლოებით იგივე როლი აქვს როგორც რეჟისორს კი რა თქმა უნდა შენქმნი თვითონ თავისთავად აი პულსში ვარ და ოპერატორია იქ თავარი თუ ბაუში და მით უმეტეს მაშინ კინოაპარატი იყო მაშინ ჩემი პირველი ფილმი იყო კომენტატორი კოტე მახარაძეზე 10 წუთიანი ფილმი ხო და უკვე გიგში ვსწავლობდი და ეს ფილმი 10 წუთიანი რო ვიღებდი სტადიონზე მაშინ სულ გრიმიტობდა 91-ში გადავიღე ეს ზუსტად იმ დროს ეს აღმასვლა რო იყო რა გუნდის ხო და გამიმართლა მაგრად რა ეს ძალიან საინტერესო სიტუაცია იყო რაღაცა 10 წუთიანი ფილმა და 2 კამერით 3 კამერით მივშავე მეხმარებოდნენ რეზო მახატაძე ხო სულ ჩემ გვერდით იყო ხო და აიო მე უთხარი ყველაზე მაგარი მეგობარი ჩემი ეს არის მეთქი რატოო და სულ ზურგით იჯდა მაყურებლები მჭირდება მეთქი და ლივერპულთან თამაშის დროს იმის თამაშის დროს მაყურებლებს იღებდა და მე ტელევიზიით უყურებდა გოლებს რა ხო აი მეგობრობა ეს არისო რა ხო მაგრამ იქ ხო ცოტა ეწეოდა ეს ფირი და უკვე იცი როგორ პრაქტიკას რო გადეხარ ზუსტად იცი როდის დააწვერო იქ რაღაცა მოხდება გამოგიმუშავდა გამომიშავდა კი ფირი ესე იგი რომ არ დამეხარჯოს ის ვისი ფილმია თუ ახალ მაღაზიაში ჩამოვარდა საუბარი ფეხბურთი უბურთოთ ლერი სიხარული ხო აღარ გადასარევი ფილმია მაგარი ძალიან მაგარი აი ხა მანდა ხო ოპერატორის ნამუშევარია როგორია რა აბარა ეხლა რა შეასრულა ხო და აბა ჩამონათვალიც გავაკეთოთ აბა ჩამონათვალი გადაღებული მაქვს 21 ფილმი აი ხა ფარიკაობის ისტორია რო დავამთავრე ხო აი ეს ახალი ფილმი და აი ეს ახალი ფილმი არის 21 კი აუცილებლად ვეტყვი და კომენტატორით ხო დავიწყე მე მაქვს მეკარეებზე გადაღებული ფილმი ნომერი პირველი ქვია სხვადასხვა ეროვნების მეკარეები თბილისში ვიღებდი და ვაგროვებდი და მე ეს დავამონტაჟე ის რო კივის თავის ენაზე დიდნო და ახალკაცზე მაქვს ფილმი გადაღებული საშა ჩივაძეზე მაქვს დიდხანს ვიღებდი მაქვს ფილმს დავყვებოდი ყველგან საშა ჩივაძეს კიდე მაქვს
კალათბურთის ისტორია, რაგბის ისტორია, ფეხბურთის ისტორია, ჭადრაკის ისტორია და ჭიდაობის ისტორია, ესენი. ეხლა ბოლოს გავაკეთე ფარიკაობის ისტორია, ვინაიდან ეს სოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა აქ და უნდათ მათ თელი ისტორიაზე რო გაკეთებულიყო და ნუ ამ წარმავალ ობიექტს ვიღებდით და მაგაშიც გამემართლა რომ ჩვენი პირველზე გავიდა ბაზაზე. და ფილმისთვის რა. ველოდებოდით კიდევაც რა, ძალიან გულშემატკივრობდით, იმიტომ რომ ეს ბაზა დედან ჩაგრეს იქ ოლიმპიადაზე კი. ხო და მაგაში ახლა პაჩკორია იყო კონსულტანტი, ხო იცი, ახლა პაჩკორიამ ყველა იცის, თენგიზ პაჩკორია. კი, როგორ არა. სოხუმელი და ძალიან მეხმარება რა რაში იცი რომ აი შოულობს ამ რაღაცებს გადაატრიალებს ქვეყანას და ფოტოები აი ვერ ვიშოვეთ მაგალითად ყოფილა ესეთი კვანტალიანი და კიდე რა გვარი ამომივარდა თავიდან მეორე რომ ქუთაისელები და ზესტაფონელები რომლებმაც ბევრი გაზარდეს რა მოფარიკავეები ვერ შოულობთ ხო ერთ ფოტოსაც კი ვერ შოულობთ მოფარიკავეები ერთ-ერთი ეს კვანტალიანი ბაზაძის ისიც იყო გამზრდელი. ხო და შეძრა ამ პაჩკორიამ ქუთაისი და ზესტაფონი და ყოველ ღამე დადიოდა ხალხი ოჯახში რომ სადღაც ეპოვათ ეს კინაღამის კვანტალიანი ჩაოსვი აკაკი. ხო, ხოხმოს გავაკეთებ მეთქი რა. ქუთაისელი ხო? კი, ხო, ქუთაისელი და გუში ნახე ზუსტად. მე იშოვა კაი ფოტოები. ეგ სურათი დადე საღარ მახსოვს სადღაც ტელევიზორს ვინახე აკაკი კვანტალიანი, ჟორჟოლიანი და იპოლიტე ხვიჩია. ერთად არიან რაღაცა ლეგენდები რა. ხო, ლეგენდები. ქუთაისზე გამახსენდა რაგბის რო იღებდი შენ. აუ, ეს არის რა. ჯერაიუმორია. შენ რაგბის იღებდი თუ რეგბის იღებდი? რეგბის. ქუთაისი ქალაქია ინდუსტრიის შენებელი წყალტუბონი მხარე არის მისი დამამშვენებელი ქუთაისი ქალაქია ინდუსტრიის შენებელი ამარცხა ესპანეთის ნაკრები და 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს დაეუფლა. არა, მე რეგბის თამაშობდი. ესენი რეგბის თამაშობდი. რომელი ნიჟარაძე? ნუ რეგბი ვთქვათ, მაინც თავიდან ესე. ვინა რეგბი ხო არა. ისე თქვი. ინგლისურად რაგბი არის და ინგლისურად არა, ქალაქიც რაგბია, სადაც ქართული გაცხალი დათო კილასონიას მოგონებულია და დაიწყო გადაარქვა სახე. ხო და შენ ძალიან სასაცილო ამბავი მოგვიყევი ერთი რომელიც ხო, ესე იგი მოარული ამბავად შეიძლება დარჩეს. რა მოხდა რა? ეხლა ყველა ფილმს ხო თავის ისტორია აქვს, ხო იცი თქვენ ხო გიმოსავთ და კაი რაღაცებს ყვები, მე კულისები საინტერესოა. და ეხლა 50 წლის თავთან დაკავშირებით გაკეთდა ეს ფილმი და ნიჟარაძე იყო და დამიკვეთა. გია ნიჟარაძე. კი, პირველი რაგბის კავშირის თავმჯდომარე იყო. პირველი არხის და რაგბის კავშირის ერთობლივი პროექტი იყო. რეგბი სარისკო და ტემპერამენტიანი თამაშია. რეგბის მოთამაშეს უნდა ახასიათებდეს ინიციატივა, სიმართლე და გამძლეობა. ეხლა წავედით ქუთაისში, ნუ ჩავიხედი ეხლა ამ საქმეში, რო გითხრათ, რომ ეხლა რაგბიზე ვოცნებობდი, ხო ეგრე არ ყოფილა და ჩავიხედე, შევისწავლე რაღაცები და ეხლა აი ახალი გამოსული. ხო, კი, გაგებული მქონდა ხო, აიაროს ჩემპიონი საბჭოთა კავშირის და რაღაც რამოდენიმეჯერ და ჩავედი ეხლა ქუთაისში ჩემ ჯგუფთან ერთად და ეხლა საღამოობით ვიჯექით ხოლმე ხო იმ გაშლილი სუფრა ტრადიცია ჩვენი როგორიც არის და ყვებოდნენ რაღაცებს მაინტერესებდა ეს ერთი კალხოსნიკი ეგრეთ წოდებული ყავდათ რომლითაც გადახტილი რომლითაც თელი გუნდი ჩაჯდებოდა ეგ და დადიოდნენ სადაც ვარჯიშობდნენ და ის იყო იქ და დავაქოქინე რამდენი ხანი მუზეუმივით ექსპონატივით იყო და ეხლა ჩვენო ვინ შეგვიშვებდაო ისა ქუთაისის ტორპედო სტადიონზეო მაშინ აბა რაგბის დაცინოდნენ. ხო, არა მაყურებელი. თანაში დავაშობდნენ. და მოძებნეს მინდორი სადღაც და იქ იბანდნენ მე რიონში. რიონში და კი. ხო და ერთ მშვენიერ დღესო წავედითო ვითამაშეთო და სიცხეა მაგარიო რა. და ეს ცოტა მაღლობზე იყო მოედანი მინდორი სადაც თამაშობდნენ და იქიდან ეს ბურთი თვალის ჩინივით უფრთხილდებოდითო თბილისიდან ჩამოგვიტანეს და გვითხრეს აი ეს არის ბურთიო.
ერთი ბურთი ჰქონდათ რა კი, მოკლედ. ერთი ბურთი ყო. ხო და ყველა უფრთხილდებოდა და გადაუვარდა თქვენოდ. გზაგადიოდა. ხო და ეხლა ყველა სეზარება ჩასვლა რა რომ ამოიტანოს ეს ბურთი ხო უნდა ამოიტანოს გადაიხედეს ქვემოთ და ვიღაცა მოხუცებული კაცი მოდის და ბიძა ჩემო დაუყვირეს თუ შეიძლება ეს ბურთი ამოგვიგდეო რა წყალში არ ჩავარდეს ხო და ეხლა მოხუცმა კაცმა ეს ბურთი აიღო და ესე ატრიალებს ზემოთ არიხედება მოხუცი იმერელი ესე ატრიალებს ამ ბურთს ესეთ რაღაცებს აკეთებს და ბიჭებო ეს რაღაცი გამოგადგებათო და რიონში გადავაგდებო რა ამას მანქანამ გადაუვარო და თელი გუნდი უყიროდითო არა ეგეთია ბევრი ხოხმები იქნება. კი, ბევრი. თან ყველა ფილმს თავისი აქვს. საშა ჩივაძეზე თუ დავყვებოდი მას რამოდენიმე წელი, მაშინ არ იყო პრობლემა მივლინებები, ხო იცი და აი ესე ძალიან საინტერესო ისტორია. ჩვენ ვიყვებოდნენ ბრეჟნევი წაიყვანეს, ნასვამი ბრეჟნევი ნაღდი ამბავია. ნაკრების მატჩზე. კი, წაიყვანეს. და იგავს თვითონ საშა ყვება მაგას. კი, მოყვა ხო საშა. ეხლა საშა ეხლა ძალიან ახლოს ვართ უკვე რა ოჯახებით და ჩემთანაც ხშირად მოდის და რაღაცებს ყვება. ეგრო დაждდება სუფრასთან, სულ ეგლაპარაკობს, იმიტომ რომ და საინტერესო და იუმორი აქვს მაგარი და საინტერესო ყვება რა. ხო უნდა გაინტერესებს და აქეთ ვეუბნები ხოლმე ის მოყევი მე. ხო და ეს ბრეჟნევი შევიდა რა, მოითხოვა. არა, ბრეჟნევი არ შევიდა. არა. ბიჭე სტადიონზე მივიდა ბრეჟნევი. იკითხა. ტონას კაპიტან და ვოთ კაპიტანი. საბჭოთა კავშირის ნაკრები ეთამაშებოდა ვიღაცას, გერმანიას და ვიღაცას. ხო. და ბრეჟნევის თანაშემწე ჩავიდა. გასახდელში, ხო, ეხლა. და იქ ჩამოვართო ხელი და უთხრა რომ ბრეჟნევი ესწრებაო თამაშს და ალბათ ქვენიცით უნდა მოიგოთ და რამე აკეთე და ამოვიდა და უკითხია რა, ვინ არის კაპიტანი. ამან უთხრა ჩივაძეო. არა, ესე ანიშნა რომ აი вот этот усатый. Усатый. Ара, вот это Руанишна, имас უთქვია, опять это усатый. Опять усатый. Опять усатый. Сталини გულის ხმა ხო, კიდე ულაშებია. ფეხბურთი, რაგბიზე, სუბთა რაგბიზე ქონდა გადაღებული კოტე გაბრეჩიძეს. კი. რაგბიზე და ეს შენ ხო, გაბრეჩიძეს იქიდან გამოვიყენე. ხო და სხვა ფილმი აღარ არის, ხო? არა, ვეძებეთ ბევრი და არაფერი. ქართული არაფერი. ასეთი აღმავლობის პერიოდია რაგბის და უნდა კრასნოგორსკიდან ჩამოვიტანე კიდე რაღაც პატარ-პატარა ფრაგმენტები. არა, ეგ მაინტერესებს, რომ ეს სხვა აღარ არის, ეს მარტო აულაბარში პირველად რო ითამაშეს იმის ფრაგმენტებიც არის და ეგეთი რაღაცები და მეტი არ არის, არ არსებობს რა ფიზიკურად. ისა ფოტოები არსებობს. გოგი ბატონო, ეხლა მინდა აი მადლობა გადაგიხადო მთელი ქართველი ხალხის სახელით, რომ ასეთი პატივი მიაგე შენ ვიქტორ სანევს. ვიქტორს. რომ ისე რაღაცა დაიჩაგრასავით ეს კაცი წავიდა ავსტრალიაში მოუწია წასვლა ისა და ამდენი დამსახურება აქვს. სამგზის ოლიმპიადის მეოთხეც მე მგონი რაღაცა წაართვეს. ხო, დაჩაგრეს რაღაც ხო. მაგის მოგონებებზე ავაგე რა ეს ფილმი და ძალიან ემოციურია. ეხო ინტერნეტში გაიზარდა. მშობლები 7 შვილი ყავდათ მაგის მშობლებს და შიმშილით კრასნოდარის სტავროპოლის მხარეში 6 გარდაიცვალა. მე-7 ეს იყო. ეს სოხუმში დაიბადა. ისინი გადმოვიდნენ უკვე სოხუმში და ისეთი ისტორია აქვს. ნუ აი იცი რა ზომამდე ყოფილა მისული, რომ ყველა ხო ყვება ვინც მას იცნობდა. მე არ ვიცნობდი, უკვე ცოცხალი აღარ იყო. ხო და ყველა ხო იცნობდა მაგას და იმ ზომამდე მივიდა, რომ ეს ოლიმპიური მედლები უნდა გაეყიდა რა. პიცას ატარებდა იქ ავსტრალიაში პიცას და მან მუშაობდა და მე უკვე მიცეს ხალხი იქ ანუ ახსასდელა და მე უკვე მუშაობდა იქ მაგაზე რა. ხო და ძალიან კარგია რომ მე მხვდა წილად ეს გამაკეთებინა ოლიმპიური კომიტეტის სახელით დაკვეთით გავაკეთე. აიღო მთავარი პრიზი საუკეთესო უცხოური ისა ფილმი გახდა ავსტრალიაში. ხო, როგორია? მე ჩვენ არ ვიცით ამის ინფორმაციაც არ აქვს. ხო. რამდენი პრიზები გაქვს აღებული? ო, ბევრი, აი ერთ ოთახიდან ჩემი 3 ოთახიანი მაგ გამოვედი და უკვე გამოვიტანე აქეთ რა, მეორე ოთახში.
მილანში სამჯერ ვარ გამარჯვებული ფეხბურთის ისტორიით, ერთი, მეორე ქართული ფეხბურთის ტრიო არველაძეები და მესამე ანა პარაოლიმპიელი. ანა, ხო. კარგი, ძალიან მაგარია და გოგო რა, ულამაზესი. ძალიან გძნობიარე ფილმია. ხო, ჯეკი ჩანმა რო ჩამოკიდა ის და ხო. ხო, მე სიდნეიში სნაიპერით ვარ გამარჯვებული. ისი არა რაღაცა სნაიპერი რაზეა ფილმი? სნაიპერი ხო ნინო სალუკვაძეზე. ხო რა, იმიტომ გეკითხები ამას რომ იქ ცოტა ამ ფილმებზეც ილაპარაკო რა. კი, სნაიპერით, შემდეგ სანეევი ვთქვი, ტაშკენტში მაქვს სამჯერ მოგებული სპორტული ფილმების ფესტივალი, იქ იქ აიღო მთავარი პრიზი, ოვალური ბურთი ქვია ჩემ ფილმს. ნოდარ ახალკაცზე ფილმი ჩომბეზე არსად არ გამიგზავნია. ეხლა ნოდარისთან გამახსენდა ნოდარის ამბავი, რომ ეხლა ნოდარისთან ხო შეუძლებელი იყო მისვლა, ხო ჩიტი ვერ შეფრინდებოდა, რო ვარჯიშობდა. ხო და საშა ჩივაძესთან ხო ვიყავი უკვე ახლოს და კომენტატორი მოწონდა ძალიან ფილმი, იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩემი ფილმია. მოწონდა და მას გადაწყვეტილი ქონდა, რომ 100 წლისთავი უნდა აღენიშნა. და ჩომბეს ქართული ფეხბურთის 100 წლისთავი უნდა აღენიშნა საზეიმოდ რა, ესე ამზადებდა. ხო და საშამ მითხრა რომ იარეო ჩვენთან ერთად ნაკრებთანო და უელსში ვიყავი, იქ ბულგარეთში ვიყავი, გერმანიაში ვიყავი, სულ მატარებდა და მაგათამ ცხოვრობდი რა სასტუმროში. რომ მე უნდა 100 წლისთავი გადავეხადო და ეს მასალებიც გამოგვადგებაო და წამოვიდესო და ჩვენთან მე ვიღებდი როგორც ოპერატორიც და ყველაფერი მე ვიყავი. ხო და მე აღარ დაცალდა, იმიტომ რომ ხო მოულოდნელად გარდაიცვალა. ხო და ესაც ესე დარჩა რა, ისეთი მასალები მაგ ლეგიონერებთანაც ვიყავი, სულ ყველა კინკლაძესთან ყაველაშვილთან მანჩესტერში რო იყვნენ. ხო და შვეიცარიაში რო გრასჰოპერში თამაშობდნენ და რა საინტერესო მასალა დაგროვდა და ეს მე მაგ რა. ხო, ძალიან ახლა მაყურებელს მინდა ორი სიტყვით უთხრა რომ ხო, ძალიან ჩვენ აი არის ახლა სპორტსმენების დამოკიდებულება შენს მიმართ ჩვენი თვალით ვნახეთ. ამ ფილმების დემონსტრირებისას როგორ არიან ისინი შენს მიმართ გაწყობილი. კი, ძალიან ბევრი ამიტომ ერთი არის პროფესიონალიზმი, ბატონო, ჩემო მეგობრებო და მეორე არის, ესე იგი, როგორ შეაყვარებთ თავს აი იმ ხალხს, ვისი, ასე ვთქვათ, წარმოჩენაც გინდა. და ამას ისეთი მოანგარო სიყვარულით აკეთებს ბატონი გოგი, რომ აი აშკარად ჩანს ეს დამოკიდებულება სპორტსმენებისა ბატონი გოგის მიმართ და მე მგონი დაგიფასდა მათგანაც. ხო, რა ვიცი, ესე ამ პროცესში ხო ახლოვდები ადამიანებთან და ხო, რა თქმა უნდა. მე ეხლა გრძელდება დღესაც ეს გელაკეტაშვილზე მაქვს გადაღებული ფილმი. ეხლა ციგნის პრეზენტაცია იყო ოლიმპიურ კომიტეტში მაგაზე მამუკა კვარაცხელიამ და გელაკეტაშვილია ერთადერთი ხო? ერთადერთი, ესე ქვია, იმ ციგს ესე ქვია, ერთადერთი ხო, ოლიმპიური ჩემპიონი. კი, ერთადერთი, კი, ფეხბურთში ეგეთი ყავს. ხო, ეხლა მოდის დათო ყიფიანის 75 წლის თავი მოდის. ხო. დათოზე აქვს კარგი ფილმი გადაღებული მიშას შეაურელს. მიშასაც აქვს, ლევანერის თავს აქვს. ლევანერის თავს. მაგრამ აი ამ გადაცემაში ვიტყვი რა ერთი ეგებ ვინმე მაყურებელს მიმართავ თუ ვინმეს გაუგია ან ყური მოუკრავს ყოფილი მეცხრე არქის არქივი სადღაც გაქრა. ამ არქივში იყო დათო რო გარდაიცვალა. პირდაპირ ეთერში მიდიოდა მეცხრე არხზე, გამოსვენება სახლიდან, შემდეგ სტადიონზე, დინამოს სტადიონიდან სასაფლაოზე. პირდაპირ მიდიოდა და ეხლა ის ჩემზე კარგად იცი რომ პირდაპირ ეთერი რაც მიდიოდა ის იწერებოდა. კი, რა თქმა უნდა. მის კასეტა სადღაც რანაირად გაქრა, რანაირად სადღაც ყური მოუკარე რომ ვიღაცას აქვს ტომარაში ჩაყრილი ეს მეცხრე არხის კასეტები. არქივი მეცხრე არხის და არც ხმარობს არაფერი და ალბათ შეიძლება გაგუსტოთ. თქვენ მუშაობდით მან? ხო, ჩვენ მუშაობდით. ელდარ მდინარაძეც. კი, ელდარ მდინარაძე, მე ნუგზარ ყიფიანი. მე ვიყავი დირექტორი მაშინ მაგ არქივსთან. მე რო დაიხურა და რაღაცა რო სავიორმა წაიღო, ზოგი საწავი და ზოგისა და თუ ვინმეს ყური მოუკრავს რომ მეცხრე არქის არქივზე ეგებ შეგვატყობინოს რაღაცაირად გავაგებინოს. ალბათ ორი კომიტეტი შეიქმნება დათო ყიფიანის ამ იუბილეის გადასახდელად და ძალიან დაგვავალებთ თუ
დავაჯილდოვებთ კიდევაც. ისე ძალიან ბევრი რამე არის დაკარგული პირველ არხზეც ძალიან ბევრი. ერთ-ერთი ტაიმია ზოგიერთი მნიშვნელოვანი თამაშის და ვიღაცას აქვს რა ისე ხო არა დაიკარგა, რა ვიღაცას აქვს. ხო, ბევრი რაღაცები იყო, ისეთი რამეები იყო, რომ პირველ არხზე ბევრი გადაცემა არის წაშლილი, იმიტომ რომ ის დიდი ფართო ფირზე რო იწერდნენ. რაღა არ ქონდათ ამდენი ფირები. კი. და მე იმას შვიდე მე სხვას იწერდნენ და ასე შემდეგ. ერთი მოგონება მაქვს კიდევ კომენტატორი რო გადავიღე, ნუ ძალიან ისე ვიყავი რა, რომ მინდოდა რომ ეს ძალიან მაგარი გამოსულიყო რა. პირველი ფილმი ხო იცი ხო გქონდათ თქვენს და ბავშვი თული რა მასე. მაშინ ეს კონვასი გამოვიტანე იქ სტადიონზე დავრბოდი მთელი ღამე სახლში მედო ეს და რაღაცა მთელი ხალხი მოვამეთქი ახლა სტადიონზე თუ მოუგო კარცე ის. ხო და მოიგეს და მართლა ესეთი ამბავი ატყდა რა. და ეს კადრები როა ყოველ 13 მაისს რო აჩვენებენ, ჩემი გადაღებულია. მაშინ ახლა კონვასი რამდენი უნდა კასეტა ჩამოვედო ხო რაც იყო ის გადავედა და ახლა დავამთავრე ფილმი ირაკლი 60 მეტრი არ ჩადიოდა კასეტაში ხო 60 ახლა რა ფილმი დავამთავრე არა მაშინ არა ახლა დავამთავრე ფილმი უკვე და ვაბარებ პირველ ფილმს ხო ეს არის ჩემი საკურსოც რეჟისორიც მე ვარ სცენარის ავტორიც მე ვარ ოპერატორიც მე ვარ ამ ფილმის ხო კომენტატორის 10 წუთიანი ფილმია. ეხლა ვაბარებ და ვინც იბარებდა რა, ეს ივლიტა მესხიშვილი იყო კიდე ჩვენი ტელეფილმების ხალხი და ვზივარ და ეხლა იქაც შემიშვეს რეპორტაჟის დროს და იქაც ვიღებდი რა, რაღაც წამებში თიშავდა იმას, ხმაური ხო იცი როგორი ქონდა იმას და ვიღებდი და ესა. ეხლა დამთავრდა ფილმი და ვაიმე ეხლა რა სიტყვიან, ხო? ხო და ეს მიიღეს კარგად ყველაფერი ძალიან კარგიაო რაღაცო მაგრამ იცი რაო აი კოტეო რომ ალბოროს ეწევაო და ვინსტონსო მოსკოვში რო წავიღებთო ირაკლი მაგ ფილმს იქ იტყვიანო რომ ეხლა როგორო ეს ალბოროს თან უკვე ინგრევოდა ეს ცენზურა თითქმის რა უკვე პრიმა უნდა დააგედოს უნდა დამედო ხო პრიმა დაისი თუ რაღაცა ხო იყოს ეს გარიდი როგორ იქნება ესო და იქნება ის შევამციროთ ცოტაო წარმოვიდგინე ერთ-ერთმა რა მნიშვნელობა აქვს ეხლა ამბობს იქნება ის ცოტა შევამციროთ აი სტადიონზე სიხარული როაო ხო არ დაიწყონო ეხლა რა იმათო იტყვიანო აი გრუზინი ვიგრალი ხო რა მოხდა ხო და ეხლა მე მანდ ყოველთვის იჯდა ვიღაცა ტიპი რომელიც შემხარეს იყო რა ეგეთი სიტუაცია ხო რა თქმა უნდა იყვნენ კაცო კაცო ეხლა ეს ამ კაცის პირველი ფილმიაო თანო თქვენ გინდათ რომ აიღოთო ოფიციალურად გეგმაში ჩასვათო ხო ჩემი ხო საკურსოა ხო და რა ესეც რომ ამოიღოს ისიც რომ ამოიღოსო მაშინ რა ტიტრებს ხوار წავიღებდო ხო 10 წუთიანი ფილმია კოტე ჩაიყვანეთ იმაში ხო მოსკოვში კოტე ხო მაგრად უყარდათ იქ ხო კოტე გიждდება და მე წაიღო ტაბაღუა წავიდა და წაიღეს ეს ფილმი ჩასაბარებლად რა კიდე რამოდენიმე ფილმი და წაიღო და ეხლა არაფერი არ ვთქვიათ არაფერზე და ცენტრალურ ტელევიზიაზე მიიღეს ოჰო, ესე იგი ცენტრალურ ტელევიზიაზე მიიღეს და ამაზე ხო, ამ ფილმზე მთლიანად წარმოვიდგინე 10 წუთიანზე მე ავიღე 1600 მანეთი. მაშინ და ეხლა ნახე, ეს რო ავიღე, მამაჩემ დედაჩემ მივიტანე სახლში და დავდე. ეს რა არისო, დედაჩემ მეუბნება. აი ეს ფილმი რო გადავიღე მეთქი რო გავიდა. ეს არის იმის ჰონორარი. მამაჩემი მოვიდა და ეუბნება აი ეს მოიტანაო და ესე მეუბნებაო რომ ეს ფილმში მიცეს და მამაჩემი დილიდან საღამომდე ასწორებდა სულ რომ 120 მანეთი მიეღო თვეში. ხო. რანაირად მოიტანო მამაჩემმა უთხრა დედაჩემს მე მახსოვს რომ ერთი მანეთი არ დააკლდესო ამასო შეინახეო. ხო და ტაბაღუასთან დაურეკია. როგორც რელიკვია. ხო და ხო, არა, ტაბაღუასთან დაურეკია და სამჯარს ახლა მე ხო შეიძლება თამაში დავიწყე ან რაღაცა. და უთქვია რომ აი ესე მოიტანაო იმა და გილოცავთო ისე მიიღესო თელი საბჭოთა კავშირი ნახავს ამ ფილმსო და რაღაცო ტაბაღუას უთქვია ნამდვილად ეს მიიღო მანო და რაღაც. მერე წავიდა და ხარჯვა მაგის. შემამოწმა. ნიკოლოზამ აბა Внимание, внимание! Говорит и показывает Тбилиси. Говорит и показывает Тбилиси.
Сегодня здесь, на Тбилисском стадионе «Динамо», хозяева поля принимают двукратного обладателя Кубка чемпионов европейских стран, обладателя Суперкубка, обладателя Кубка УЕФА, чемпиона Англии, родины современного футбола, прославленный Ливерпуль. Серьезный экзамен грузинского футбола. Пожалуй, самый серьезный за все годы существования Тбилисского «Динамо». ახლა ძალიან გაუბერეთ ჩვენ სპორტი. ამ კაცს ისეთი საოცარი ნაბიჯები აქვს გადადგმული. აბა თქვი. ისეთი ქართული თემები აქვს გაჟღერებული, რომ არ შეიძლება ეს არ ვახსენოთ. ჯერ ერთი მინდა ამილახვარზე, ხო? აი, იყო ესეთი დიმიტრი ამილახვარი, ეგრეთ წოდებული ბაზორკას ეძახვა. ბაზორკა ამილახვარი საფრანგეთში და შემდეგ ესე იგი აფრიკაში ფრანგულ ლეგიონში მან ისეთი გმირობები ჩაიდინა და ეხლა ხო ამ არის საფრანგეთში მის სახელობის ლეგიონია. მისი სახელობის და ისეთი ჯილდოა მიღებული რა. დეგოლმა ისკნა და არსებობს დეგოლმა დააჯილდოვა. კინოკადრებმა ყველაზე ძვირფასი კადრია მაგ. ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგ მეომრად რა. კი. და ამიტომ ეს ეხლა დღევანდელ დღეს ჩვენ ურთიერთობაში ევროპასთან და საკმაოდ ისეთ ურთიერთობაში ალბათ ეს წინ გამოსატანის საკითხია და ვიცი რომ გოგიმ შესანიშნავი ფილმი გადაიღო ამის შესახებ პარიზშიც იყო და აი რაღაც გვეთქვია ისეთ დამატებით იმ ფილმს სად იყავი გოგი სად პარიზშიც ვიყავი მარსელთან არის იქ ახლოს უცხოური ლეგიონი სადაც მის ნაკვალებზე ხო უცხოური ლეგიონი ხო ხო და იქ მაგის ისეც არის სახელობის იქ ბევრი სახურობს ახალგაზრდები ხო და რო გაიგეს რომ ის ისტორიულ სამშობლო და ჩვენი ეროვნული გმირის ისტორიულ სამშობლოდან არიანო ჩამოსულიო ნუ გადაყოლილები იყვნენ ყველა სამხედრო ნაწილში რა სულ ყველგან დევს მუზეუმებია მისი კამარი მისი იქაც სხვაგანაც წავედით იქაც ის დაამთავრა სენსირის აკადემია ხო მან და იქაც არის მაგის რაღაც ნივთები და მუზეუმი ყველგან არის მაგის რა აი ერთი არის ნაპოლეონი ხო ნაპოლეონი აქვს სამხედრო ნაწილებში და ამილახვარი და დეგოლი სამი ისე აქვს და ეგ ერთ-ერთი არის ამილახვრის კუთხე ხო და აი ამ დონეზეა ერთ-ერთ გამოშვებას ყויה ბაზორკა ამილახვარის სახელობის გამოშვება 47 თუ რაღაცის გამოშვება ჩვენ ხო მუშაობდით მე და ირაკლი ბატონ რეზოს გადაიღო მაშინ თაბუკაშვილმა პირველად მათ გააჟღერა ჯერ მაგისი გვარის ხსენებაც არ შეიძლებოდა მაშინ და ბატონ რეზომ იმას და მე იმ გაკვებულზე შენ აი მე ხო ირაკლისაც უნდა და ამაზე ფილმის გაგდა მე სამწუხაროდ ირაკლი გადაეცა ონოფრიშვილს ირაკლი რამდენი ხანი ამბობდა როგორ მინდა გოგი რომ ეს გავაკეთოთ და რაღაცა და მეც მეუბნეო და გავაკეთოთ მოდი ეს ფილმი და მე უცბად ესე როგორც ხდება რა ხო და მე იქ ვიყავით ალექსანდრიაში ალექსანდრიასთან არის დაკრძალული ეგვიპტეში ხო და ყოველ წელს გამარჯვების დღეს მიდიან სპეციალურად მიდიან იმ უცხოური ლეგიონიდან ჯგუფი და აი ეგ სასაფლაო ხო საზმო ის არის და მაგასთან მიდიან და იგდებენ ყველაფერს და ეს გადავიღეთ რეზო იყო წამოსული ოპერატორი ასეთი პატივი ახლა იქ იქნებოდნენ მაგრამ ასეთი გამორჩეული პატივი ყოველ წელს აი მოდივართ აქო და გამორჩეულად იყო ხო ჩვენ ხო უყურებდი ერთ ადგილას მივიდნენ იმიტომ ისეთი გმირობა ჩაიდინა რომ იქ შეეწირა ამბავს ხო ზოლაში აბა რა ხო და ესე რომ კიდე ფილმი მაქვს არიელ შარონზე ისრაელის პრემიერ-მინისტრზე ჯონ შალიკაშვილზე გავაკეთეთ აი შალიკაშვილზე იქნება ორი სიტყვა გითხრა კიდე საინტერესო შალიკაშვილზეც წამოვიწყე აქ რო იყო ჩამოსული მაშინ თავარსარდალი იყო შეერთებული შტატების, ხო? თემური ჩიხლაძესთან ერთად გავაკეთეთ ეს ფილმი, მე პირველი ოპერატორი ვიყავი, მანდვით შევიდა. ეს ნეო სტუდიად დაგვეხმარა თამქით, კიდე სპონსორი გამოგვიჩნდა და წავედით იქ პენტაგონში. პენტაგონში, ხო, გადაღებები მქონდა. ხო და აქაური მასალა ხო მოგწეს უკვე აქ რო ვიზიტით ჩამოვიდა და რაღაც ყველაფერი გურჯაანში რო წავიდა და იქ რაღაც სახლი რო მიწეს რაღაც ეს ყველაფერი მასალა მქონდა და ამის მერე დავიწყეთ ფილმის გადაღება მე მივწერეთ წერილი იქ რომ აი გვინდა თქვენზე ფილმი გავაკეთოთ რა და გადაო გოგი რა ფანტაზიური ხარ რა ფანტაზიური იცოდნენ რა რაღაცას თუ ჩავაჟინდი უნდა მივიყვანო რა ბოლომდე ანუ მიზანი მაქვს ხოლმე
ესეთი ის ვარ რა. შეიძლება 3 წელი გავიდეს, მაგრამ უნდა აუცილებლად გავაკეთო. ხო და მე ერთჩვენიერ დღეს მეძებენ რომ საელჩოდან ამერიკის შეერთებული შტატების მოვიდა ის რომ იმის სიტყვები არის რომ მეო ისო დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ ჩემი ოჯახის ისტორიით და ინტერესითო რა უნდა გავაკეთო იმისთვისო რომ ეს პროექტიო თქვენო რაში დაგეხმაროთ განახორციელოთ მე ეს ჯგუფის ჩასვლაზე მოგვივიდა მოწვევა იმის მერე ორჯერ კიდე სხვა ფილმებზე ვიყავი და ვაფშე აღარ გავდივარ გასაუბრებაზე რა იმ პედაგოგში რო გადახება მქონდა ზეგმოდითო და წაიღეთო რა ეს აი ამის შემდგება ამ პედაგოგში რომ მივედით ეს мама ჩემიო აი უკვე ძალიან ცუდად რო იყოო ძმების შევკრიბაო და გვითხრაო რომ რაც არ უნდა მოხდესო თქვენ ცხოვრებაშიო სადაც არ უნდა იყოთო გვარს ხელი არ მოკიდოთო გვარს ხო და იქ რო შედიხარ როგორია მთავარსარდალია და იქ აწერია შალიკაშვილი რა ჯონ შალიკაშვილი იქა და მე იქ რაღაცები გადავიღეთ კიდე ერთი გამოშვება იყო იქ დიდ სტადიონზე ისინი გადაცეს დიპლომები საზღვაო ძალების იქ თვითონ რო ატარებს იმ სხვადასხვა სამხედრო მიმართულებით ხალხთან თათბირს ესეც გადავიღეთ მე შემიშვეს იქ და გადავიღე ხო და ძალიან ისეთი იყო როდესაც უცხარი ამ გადაღებაზე ბოდიში რო გაწყვეტენ რო შედიოდი კონვასით შედიოდი არა ბეტაკამით ხო არა ეს როლად აი კონვასე ცალკე ისტორია ისეთ რამეს გეტყვი ეს კიდე ხო ბოდიში რო გაწყვეტინე ხო და მე უთხარი რომ იქ ხალი გვაყდა რომელიც სულ იდგა ჩვენთან პენტაგონში შიგნით რო ვიღებდით რა შედავდიოდით და რაღაც ხო და იქ გარეთ არის რასაც რომ მე სადაც შესვენებაზე გამოდიან ყავასვავენ რაღაც ვინც მუშაობს იქ და იქ არის ბუს ქანდაკება არის ზემოთ პატარა. ხო და ესო იცით რა არისო? აიო კომუნისტებიო, აი ესო წლების განმავლობაში ქონდათო სამიზნეთ ამოღებული. რო აქედან გასულიყო ყველაფერი. ხო და მე უთხარი რომ ეხლა ცოტა ის მინდა რა რომ კაი რაღაცები გავაკეთოთ და მანქანაში შეიძლება მეთქი რომ სახლიდან გამოვყვეთ სახლშიც ვიყავით სადაც სამთავრობო ხალხი ცხოვრობს რა და შეიძლება მაქსიმალურად გვეხმარებოდა რა ოთახშიც ვიყავით აი შევარდნაძის ნაჩუქარი ხმალიაო რაღაცები გვაჩვენა და ფოტოები გადავიღეთ და მანქანაში ჩავჯდები მეთქი თუ შეიძლება მარტო მე და გამოვყვები სამსახურამდე რა ამას და მე გადავიღებ. იცით რა გეტყვითო მე პასუხსო. გითხრა რომ მანქანაში არ შეიძლება მთელი მსოფლიო ჩართულია ხო იცი მაგასთან. მანქანაში არაო და აი რომ ჩამოვაო ადიუტანტი ხო უღებს გარებს. რომ ჩამოვაო მაშინ შეგიძლიათ გადაიღოთ და რამხელა გავლა გავაკეთე ესე იგი დაღლა ვერ ვიგძენი საერთოდ რა იმ კალიდორები აქედან გააჩერეს რომ დიდი პრახოდი ყოფილიყო გავლის გადაგვეღო მანძილი ყოფილიყო მის ოთახამდე და ეს მოძრაობაში გვაქვს რა მით იწყება ფილმი აი ეს ისტორია ყო და რაც შეეხება იმ კონვასის ხმაურს ბეგენი პოლონეთიდან წასულები ხო თქვენ ფილმები გაქვთ მე ფილმი მაქვს გადაღებული იუნკრებზე მაშინ ეგენი პატარები იყვნენ მაგი და მაინც ძმა მაგისი ძმა ხო და მე იქიდან მამამისი ხო და მე მამამისი წავიდა და მოვიდა რა ერთხელ ხო რაღაცას ხვებოდი პენტაგონში აი კონვასთან დაკავშირებით ხმაურიო და ისა საშასთან ერთად ვარ ეხლანდელ პეტერბურგში მაშინდელ ლენინგრადში მექსიკის ნაკრებს ხვდებიან გადატენილია სტადიონი რა და მე ახლა კონვასი არ დამქონდა ხოლმე რომ იმიტომ რომ ჩემთან სწავლობდნენ თელსაბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ვიღაცა მაინც იყო და აქედანაც იყვნენ და კონვას მახვედრებდნენ იქ ისინი ჩამოდიოდნენ რომ ათვალიერებდი რაღაცა კონვას დამახვედრებდნენ მე ფირიმი მქონდა რომ აქეთ-იქით კონვასში თარმევლო რა ეხა იცოდნენ მათ რომ მე უნდა ჩავფრინდე წერილი მაქვს გამზადებული ტელეფილმებიდან რომ კაპიტანზე კეთდება ფილმი და გთხოვთ დართოთნება და მაშინ ეხლა ისე რთული არ იყო კარების უკან დადგებოდი და ეხლა მთელი ამბები აკრედიტაციაზე უსატი ხო და მოედანზე გავედით დაახლოებით 1 საათით ადრე რა და უბრალოდ დგევართ იქ და ეს კონვაში გავიდან და ის მეხმარება ჩემი ის კურსელი ხო და ნახევარი საათით ადრე ირაკლი ამოვიდა მოედნის ნახევარზე მექსიკის ნაკრები გამოვიდა
და ასევე ნახევარი საათით ჩვენი ნაკრები და მოთელვა აქვს ვარჯიშობენ. ეხლა ჩემთან მოდის ადამიანი აშკარად რო უყურებ თანამშრომელია რა. ხო, იქ როგორ უშიშროება. მოდის ჩემთან ადამიანი და ეს ბიჭი ხო დგას იქაური. ბოდიშიო თქვენო რას იღებთო და ჩვენ ვთხარით აი საშაზე უი რა კარგიაო ჩივაძეზე ფილმს ვაკეთებთ და რაღაც. ხო და გასაგებიაო. ეხლა იცით რა მინდა გთხოვოთო, აი თქვენ თუ ეხლა მაინც გიყურებთო არ მუშაობთო და აი ეს მილუტინოვიჩი ყავდა ცნობილი მილუტინოვიჩი მწვრთნელად. მაშინ ექსიკის ნაკრებს და გთხოვნა აქვს თქვენთანო თუ შეიძლებაო რომ ყველგან სადაც მიდისო იღებსო და აი ამ ხელ აპარატს მაძლევენ ვიდეოს. პირველად მოვკიდე ხელი ვიდეოს რა. ცხოვრებაში არ მინახე არც გადამეღია. გადაუღეო. ხო, გადაუღეო ეს რომ იმუშავებსე და მე რო დაამთავრებთო თამაში რო დაიწყებაო თქვენ საქმეს გააკეთებთ. მე უთხარი დიდი შემოერევით მეთქი, მაგრამ ჩემი სხვა აპარატია მეთქი და იქნებ მითხრათ. რას დავაწვე და ის დანარჩეს მე მივხედავ მეთქი რა. კაცო, ეხლა ესენი მეუბნებიან ეს კაცი მიხსნის. აი ამას რომ მიაწვევიო, აი აქ აინთებაო რეკ. და რეკ რო აინთებაო იღებს. რეკორდ. ხო, რეკორდ. აი მე რომ მიაწვევიო უკვე გაჩერდა. კაცო, ეხლა კარგი მეთქი გასაგებია, არ არის რთული. დავიკავე ეს სუბუქია აპარატი, სუბუქი აი ვერც უგრძნობ. ესე მიკავია და ის ვარჯიშს ატარებს და იღებს. მივაწვევი, იქ იწერება ის, მე გამოვთავ და ეხლა პანიკაში ვარ, ხმა საერთოდ არა აქვს ამასო. რა სირცხვილია ეხლა მილუტინოვიჩ მე წაიღოს და არაფერი არ იყოს. მე მივარდი იმასთან და უთხარი რომ აი ეხლა აბა ნახე მეთქი, აი ეხლა რომ მივაწვევი და რო აინთება ნამდვილად ხო ვიღებ მეთქი, ხმა საერთოდ არა აქვს. ისახელი და ეჩში ვარ რა, ეჩში. აბა რა იქნება რა, საბჭოთა. ხო და მითხრა კი, ესეთიაო. მე დავიწყე საშა გამოვიდა და ჩავრდე ის. მე ეგრე არ გადავიღებ ტონინო გოერა. ხო, მატარებელში. მატარებელში შევედი. ერთად ვიდიოდით რეგბისტები, პატარა რეგბისტები მიყავდა იტალიაში, ვენეციაში ვიდიოდით. გუნდი ყავდა. დავემგზავრეთ იქა და მოდიოდა ტონინო გოერა და მის ცოლი. მაგარია რა. ხო. ლორა ხო და შევედი იქ რა ქვია, კუპე გავაღე, დაუკაკუნე გავაღე და უთხარი რომ მე საერთოდ მეთქი რეზო თაბუკაშვილის ასისტენტი და რეზო და ტონინო გოერა მეგობრები იყვნენ და მოდი რა გადაგიღებ მეთქი რა კუპეში და დავჯექი ამ კუპეში და თურმე ის ამა გაკეთებული ვიზირი ქონდა აქეთ ამხარეს იმას ჩანდა და ბლენდა აქეთ კეთდებოდა იმის ხო რა ქვია ბლენდა ის არის რომ არ უშვებს შავის რო ეფარება ობიექტივს თურმე ის დაძებული და ამბექი და ველაბარაგები ამას და ვიწევი ასე კუპე ხო პატარა თან უგან ვიწევი რომ თვითონ კარგად გამოჩნდნენ ისინი და ვიღებ ის ხედავს ალბათ რომ ბლენდა ყველაფერს ხედავს ნუ ეხლა და რო დავამთავრე ერთი 25 რო ვიღებ ვილაბარაგეთ რაღაცები მომიყვა რაღაცები და მე მითხრა რომ გამოვდიოდი ეგეთი რამე მეორეჯერ აღარ გააკეთო მითხრა იმიტომ რომ ის დახურული ქონდაოდა რა გადაიეშო ხმა ჩავწერე მაგრამ აღელვებისგან გააკეთე ისე რომ ბოდიში შეგატყვი არა კაი რაღაცა დაველაბარაგოთ აი ეხლა მე რაღაცა ახალი იმაზე იცი რა შეასაქმე გოგი აი თქვა თვითონაც კარგად დაახასიათა თავისთავად რომ რაღაცას რო ჩაიდებს თავში ის უნდა აუცილებლად მიიყვანოს ბოლომდე მიიყვანოს ეს არის ძალიან ძვირფასი თვისება დღეს ძალიან გვჭირდება საქართველოში ყველა ჩვენისა და გვინდა რომ ვიცით ნამდვილად რომ აი კინო აკადემიაში მაშინ შემდეგ რაც მიხვედი იქ ბუბა მოღვაწეობდა ანამდე ზაზაურუშაძე და ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა აი ეხლა არ არსებობს რომ რაღაც კარგი გეგმები არ გქონდეთ თქვენ და იქნება რაღაცა რაც ასე ვთქვათ შეიძლება ის გაგვანა სამომავლო რაღაცა რო ეხლა მე რო შემომთავაზა ნიკა აბრამიშვილმა ხო გოგიო იქნება ერთად თუ აქ ის ვთნათო ვიმუშაოთ და ესეთი სურპრიზი იყო და კი მე ვთხარი დიდი შემოვნები და თან რა სიტუაცია ეხლა ვფიქრობ მე აქ უნდა ვიჯდე სკამზე და მე რა არჩევნების დროს უნდა დაურეკოთ ყველას როგორც ხდება მოვიდნენ რომ ხმა წევრი ვინც არის აკადემიის მოვიდეს დელეგატი ხო და მე ვიფიქრე რომ არა ეს ხალხი უნდა ხშირად მოვიყვანოთ აქ ეს არის ჩვენი სახლი
საერთო კინოს სახლი. მე ნიკა მიცის ძალიან გახსნილი გონება აქვს რა, აი როგორი იცი? პრეზიდენტია მოდიში. ლაპარაკი კინოაკადემიის პრეზიდენტი. კინოაკადემიის საქართველოს. ჯერ ერთი ახალგაზრდა ადამიანია. ახალგაზრდა კაცი ნიკა აბრამიშვილი, შესანიშნავი ადამიანი და ძალიან საქმიანი კაცი და ძალიან ბევრი დიდი გეგმების მატარებელი და ალბათ ახსოვს. აი ხო ვფიქრობ დირექტორი რომ გავაკეთოთ პრიზი ოსკარივით, სხვა რამეც ერქმება და უნდა გამოვაცხადოთ ახლა კონკურსი, როგორი უნდა იყოს ეს, რომ ყოველი წლის ბოლოს რომ გადავცეთ საუკეთესო ფილმს, საუკეთესო რეჟისორს, საუკეთესო ოპერატორს, ეს იქნება ყოველი წლის ბოლოს. დოკუმენტებში, მხატვრულში და ასე შემდეგ. ეხლა ამაზე ვფიქრობთ. კიდე შემოქმედებით საღამოებს უწყობთ ხალხს და იუბილეებს უხდით. ანუ რაღაცა შეკრებები გვაქვს, თქვა დოკუმენტური ფილმების, აი ახლა ტელეფილმებში ვინც მუშაობდნენ, ვინც რა თქმა უნდა სამწუხაროდ ძალიან ცოტანი ვართ ახლა. იქ შევიკრიბეთ და რაღაცებზე ვжелობთ. აი მაგალითად შემოქმედებით საღამოზე უშვებთ ფილმს და მოდიან კოლეგები უყურებენ და კიდევ ეხმარებით მატერიალურად როდის პენსიონერებს 8 წლმოსილ ხალხს ვინც კინემატოგრაფში ძალიან ბევრი თანხით ვეხმარებით დამატებით მათ რითაც შეგვიძლია. ამიტომ ერთი მოდიში გაგაწყვეტინისავით. ეხლა ისი რა ძალიან დიდ როლს ასრულებდა ქართული კინოს აი აღმავლობაში და ძალიან აღზევებაში, ასე ვთქვათ, კინო პერიოდიკა. ჟურნალებს უშვებდნენ, გახსოვს, კინო გამოდიოდა ჟურნალი, სანდრო თუშმალიშვილი იყო, შემდეგი გამოდიოდა თაბუკაშვილი და ისა რა ქვია ბატონი კორაწერი, ხალბატონი კორაწერეთელი და ბატონი ციციშვილი იყო კიდე, ნატო ციციშვილი და ისე ყველთელი ჩვენი ძალები ჩამული იყო და ეს მობილიზებას უკეთებდა რეჟისორებზე ძალიან კარგად მოქმედებდა, იმიტომ რომ კრიტიკა არსებობდა. და პერიოდიკა რო იყო ჟურნალი. კრიტიკა მაგრა გეხმარება. ხო, გეხმარება, აუცილებლად კორექტირებას გიკეთებს. ფუნქცია დაკარგულია ჟურნალზე ხო არ გიფიქრიათ. ჟურნალზეც ვიფიქრეთ, კი და კინომცოდნეებთან ერთად ვფიქრობთ მაგასაც, რომ რაღაცა აღდგეს და რაღაცა ყველაფერი ბოლოს, რასაც ვფიქრობთ, ყველაფერი მიდის ფინანსებთან. ფინანსებთან. ვინაიდან ჩვენი არ არის საქართველოს ეროვნული აკადემია სახელმწიფო რაღაცა პროექტებში გვეხმარება ერთეულად პროექტებში, მაგრამ მერიაც თბილისის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს რო ყოველთვის არ გვაქვს, იქ არენდით არიან ჯგუფები ამ შენობაში, ხო? აი ძალაურებულად ეს დახმარებები უნდა ზოგიერთ კინემატოგრაფის რაღაც და აი ასე ცხოვრობთ რა. აი ეს ქართული ეგრეთ წოდებული ოსკარი როგორი სიხშირით იქნება ყოველ წლის ბოლოს ყოველი წლის ბოლოს იქნება და ერთი და იგივე იქნება ხო ნომინაციები ეს სული ისტორიული სხვა რამეს გონო ეს პრიზი თვითონ ერთი და იგივე არა ერთი იქნება დოკუმენტურისთვისაც და მხატვრულისთვისაც ხო ეგრეც უნდა იყოს საუკეთესო მსახიობი ქალი საუკეთესო მსახიობი კაცი წეგა რა გამეცინა ბატონი კორაო რო თქვი. კალბატონი ნაგეთქვა და რაზე გამეცინა, იცი? ეხლა საოპერაციო თუ რომ ვემზადები რაღაც ფეხზე რაღაცები შემივსეს, იქა და უნდა წამეღო იმაში ჯანმრთელობის სამინისტროში და შემივსეს წავიღე. დავიღე ვკითხულობ ეხლა მანქანაში და იქიდან სამანტყოფოდან წავედი მანქანით იქ ჯანმრთელობის სამინისტროში და ვკითხულობ. სახელი გვარი რაღაც წერია, სქესი, დედროვითი მიწერი. ორიენტაცია შეიცვალე? ხო. სქესი და დედროვითი და გამეწერე. ბატონი პირველი ნომერი არ გეწერა. პირველი და მეორე ნომერი. აი ხა პირველი მეორე. ხო და ეხა რა მინდა კიდე გითხრა გოგი ბატონო ძალიან გამეხარდა რომ ჩამოხვედი მაგრამ რო არ მიიღე მონაწილეობა მაშინ სპორტული ფილმების ფესტივალი გაიმართა პირველი საქართველოში პირველი დამოუკიდებლობაში ვიყავი ჩამოსული ხო აი ორი სიტყვა რომ გითხრა აი ამ სპორტული კინო თემატიკის მნიშვნელობაზე ჩვენ ყავდა მაგარი ხალხი მაგრამ ჯუმბერ ებრალიძე იღებდა
ალიკო ჟღენტი არის შესანიშნავი ქართულ ფეხბურთზე შედევრები აქვს და პრიზი აქვს პალადორო ორო აღებული ანუ სპორტული კინოს ოსკარი ძალიან ახლოს ვიცნობ ჩვენი იგივე მიშიკო ჭიაურელი სპორტულ თემას ტრიალებს ასე რომ კარგი გუნდი ყავს ჩვენ სპორტული ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი მე რო კინოში მოვედი და მე რო გავიგე რომ მესხზე მეტრეველზე ასეთ ფეხბურთელებზე ვიღაცების თამაშები მახსოვს ვიღაცის არა ხო უფრო ადრე პერიოდი არა ხო და რო არ არის ესეთი რაღაცები რა როგორც ფილმი მე არ ვიცი ეს წინდახედულად კეთდებოდა თუ რაღაც მაგრამ წინათაობა სტროს ესენი რო არ გაკეთა მე სპორტულ ფილმებს რო ვიღებ შეხება მაქვს რა არქივიდან რომ აბა რას იცოდე რო რას ვნახავ ხო და ამიტომ ესეთი რაღაცები რო ძალიან ცუდია ეხლა ნახე რაც შეეხება მილანის ფესტივალს იქ არის ძალიან კარგად გაკეთებული ყოველი წლის ბოლოს ტარდება მილანის ფესტივალი ხო სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება ეხლა საქართველოც არის ხო და მიდიან იქ შემდეგ ფინალში გამარჯვებულები იქ ძალიან ბევრი ფილმი გროვდება და იქიდან ირჩევენ საუკეთესოებს და ესე იგი ჩადიხარ მილანში ეხლა ნახე როგორ გააკეთეს ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით ტარდება ირაკლი ეს საერთაშორისო ეს ასკანი რო არის ოლიმპიური კომიტეტთან თანამშრომლობით ეს დიდი საქმე გააკეთა იმიტომ რომ შენ ტოვებ ისტორიაში სახეებს ჩემპიონების ამას აკეთებენ რეჟისორები და ოპერატორები ხო სპორტზე როდესაც მუშაობ იქ მარტო სპორტულია ესეთი რაღაცა გააკეთეს ძალიან საინტერესოდ მეჩვენება მე მაქვს ჩამოტანილი რომ შემოვედი სახლში ჩარლის ჩამოვიდე რა ჩემთან ჩარლის იცავ ბიუსტი პატარა ხო და ესეთი медаლი არის აი ოლიმპიადაზე ხოხებულობენ ოქროს медаლს ვერცხლის медаლს და ბრინჯაოს ამათ გააკეთეს ბროლის უმაღლესი ხარისხის ისეთი მძიმეა აი ეს პატარა ის რა ხო ბროლის უმაღლესი ხარისხი გააკეთებული რომ ესო მოდი მივცეთო გამარჯვებულს ვინც აი სპორტულ მატიანეს ქმნისო ხო და იქ რო გაიმარჯვებ ამას კიდებენ რა ამასაც ხო და აი ესეთი რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ ხო ფილმმა თუ გაიმარჯვა ამასაც ხო პატარა პრიზთან ხო დაკავშირებით აი ესეთი ისტორია აქვს და ძალიან მიხარია რომ აი აქაც გააკეთა და მაშინ მთის ფილმების ჩვენებაც იყო ნიკა წავიდა იქ და გავიყავით რომ სპეციალურად პრიზი ჩამოვიტანეთ იქ იყავით კი მახსოვს რომ კინო აკადემიამ დააწესა კი ბატონო ეს და საუკეთესო გერმანელს გადავეცით ხო გერმანელს გადაეცით კი და ეხა ეს ტრადიციული გახდა ჩვენ გავხდით სპორტული ასოციაციის კინოს ასოციაციის წევრები და ეხა გზახსნილი გვაქვს და მოკლედ მე მგონი ეს თქვენი გეგმები და თავარი არ გაჩერდეს შენი შეუპოვრობა დიდი მეც იძლევა და ნიკას ენერგია კიდე აბრამიშვილი გვეყოლება ალბათ ნიკა კი ყველანაირად დაგეხმარება ჩვენს გვერდზე ამოგიდგებით და აგერ ჩვენი მაყურებელი უკვე გვეხმიანება ასე ვთქვათ ამ გადაცემის შემდეგ და იმედი გვაქვს რომ გვერდზე ამოგვიდგება ვისაც ხელმწიფება ეს ყველა ერთი ისტორია მინდა მოგიყვეთ აი ჩემი ამ ფილმოგრაფიიდან რა რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება თქვენც გჯერავთ ეს და რა თქმა უნდა შემთხვევით ამ ქვეყანაზე არაფერი არ ხდება რამდენი რამე გადამხდა თავს ხო რომ დადიხარ ამდენს რა საზღვარგარეთ იქ ეხა ბალანჩიზე უნდათ ფილმის გადაღება ტელეფილმებში მანანაა დირექტორი შევარდნაძე და ვერ აკეთებენ იქ ნიუ-იორკ სიტი ბალეში ვერ აკეთებენ იმას რა რომ შეხვიდე და გადაიღო ბალანჩინი ცოცხალი აღარ არის ნებართვას ხო და მე გადავიღე ფილმი ადრე ჯეკ მეტლოკის პირველი ელჩი რო იყო საბჭოთა ჯეკ მეტლოკის ცოლზე რებეკა მეტლოკზე რომელიც არის ცნობილი ფოტოხელოვანი ხო და ეხა ჯეკი ცოცხალია ის აღარ არის ქალბატონი ცოცხალი და მე ჩამოვიყვანე ეს ქალბატონი 90-იანი წლების ბოლოს საქართველოში მე მივწერე რომ მე გავიგე რომ თქვენ ფოტოს იღებთ და სხვადასხვა ქვეყანაში აწყობთ გამოფენებს მე მინდა რომ თქვენი თვალით მე ესა და ეს რეჟისორი ვარ მე მინდა რომ თქვენი თვალით დანახული საქართველო გადაიღოთ და შემდეგ ეს გამოფენა მოვაწყოთ ხო მე აიტაცა ამ ქალმა და ჩამოვიდა ხო და ვატარეთ აფხაზეთში ვერ შევედით ახლა მაგრამ ყველგან კახეთში სხვა და ყველა მაგარი რეპორტაჟი გააკეთა და მე კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოფენა მოვაწყონო მაგის ქმარმა
უცბად ორგანიზაციული საკითხები მოაგვარა. და მაგათ თხოვე მე არ შეიძლება მეთქი აი ჩვენ გვინდა ეს გავაკეთოთ მიხო იღებდა მიხო ბორაშვილი ხო არ შეიძლება მეთქი აი ჩვენთან ჯგუფია და მინდა რომ დავეხმარო და ცოტა ხანში მოვიდა პასუხი რომ თქვენო შეგიშვებენი იქო და რაღაცა ფოტოებსაც მოგცემენო და გადაიღეთო აუ რა ამბავი იყო იმაში ტელეფილმებში რომ ის ნებართა ფული იყო თანხა ფილმის გადასაღებად და ლონდონშიც მოღვაწეობდა სანამ ნიუ-იორკში წავიდოდა რაღაცა გქონდია დათქმული მას პარიზშიც და მონტე-კარლოშიც ხო და ეხლა ყველგან გვინდა რომ წავიდეთ და რაღაცები გადავიღოთ რა ის პერიოდი იქ არის რაღაცა მუზეუმივით რაღაცები გაკეთებული და აი რატო ვამბობ ეხლა რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება ეხლა მატარებლით მივდივართ სამნი ვართ ჯგუფში მატარებლით მივდივართ მონტე-კარლოში რო იქ ოპერისა და ბალეტის რაღაცის ხო და მატარებლით რომ მივდივართ გაჩერდა და აცხადებს ნიცა მერე გაჩერდა და აცხადებს კანი და ამათ ვეუბნები რომ ზიხართ მეთქი ეხლა ესე კანში ვართ კანში აქ ხო ჩვენ ვერასდროს ვერ მოხდეთ ჩამოდი რა ფეხი დავდგათ ამ კანში 2004 წელია კანით ვიგზნოთ კანი ხო ვიგზნოთ აუ ეხლა ეს გავაო დავრჩებითო და როგორც იციან რა მე უნდა დავდგა მეთქი ფეხი ჩავედი და რატომღაც რა ირაკლი ღმერთს ვთხოვე რომ ისენ უწამიყვან კინოდან რომ ერთხელ მაინც არ მოხვდე კანის ფესტივალზე აი გეფიცები გიორგის ერთი შვილი მყავს გავიდა წლები და 2024 წელს გიორგი მითხრა რა მაიძულა რომ გამეგზავნა ჩემი პატარა მხატვრული ფილმი სარკმელი გაუგზავნე ეს იქ შესარჩევა რას კარგავო არაფერს არ კარგავო გაგზავნეო მომივიდა რომ თქვენ გახვედით ფინალში და ნომინანტი ხართ და გელოდებით კანში იქიდან აი იმის მერე რა მე არავისთვის ის არ მომიყოლია მაგრამ მე ახლა უყვები რა მეგობრებთან ფეხი რო დავდგი აი გეფიცები ხო დავიფიცე შვილი 2020 წავედი და იქ ფრანგმა მოიგო მაგრამ ნომინანტი ვიყავი ნომინანტი ვიყავი ხო და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე რომელიც ასევე მაისში ტარდება ეგ ფილმიც მოგვეცი რომ გაუშვათ რა იმიტომ რომ არ მე კარგი იქნება რა კარგი ფილმია პატარა ფილმია დარაც განის ნომინანტი თუ იყო ეგ ფილმი და ხო და ეხლა იქ ხო იმართებოდა მე ფურშეტივით რა რო დამთავრდა ამ ფრანგმა მოიგო მართლა კაი ფილმი ქონდა 9 საათიანი ფილმები იყო უფრო მეტი არ შეიძლებოდა ხო ჩემი უფრო ნაკლებია ხო და ეხა თარჯიმანი მახლავს იმ საელჩო მომცა ვიღაცას მახმარებდა ვინც კანში ცხოვრობდა ქართველი ეხო ვერ საუბრობ და ამას ვეუბნები რომ მოდი რა გამარჯვებულთანაც ვართ ესე შამპანიურით რაღაც ამას ვეუბნები თარჯიმას რომ აბა უთხარი მეთქე თუ საიდუმლო არ არის რა თუ საიდუმლო ხო აი ეს 9 საათიანი ფილმი რა დაჯდა მაგათთან აი საფრანგეთში როგორ არის ხო ფინანსურად ხო ვინც გაიმარჯვა ისიც რაო იმდენად მწირი ბიუჯეტი მქონდაო ეს მითარგმნის ახლა იმდენად წირი რომ მე არ მოველოდი რომ აქ პირველ ადგილს ავიღებდიო და თუ საიდუმლო არ არის მეთქი აბა კიდე ისიც უთხარით რამდენია ეს მწირი ბიუჯეტი 280,000 ევროო ამ 9 საათიან ფილმში ხო და ეხლა მე ხო არ ვეტყოდი ირაკლი მე ხო არ ვეტყოდი რომ ესე 25,000 თუ 18,000 ლარით გადავიღე მეთქი თქვენთანო მეც მაინტერესებს მე უთხარით ჩვენთან მეთქი ცოტა ნაკლები არ უთხარი შეგვინახე დაბუსი აი ესე კარგი მე მგონი დღეს მეორე ვისაუბრეთ კარგად თუ ზედმეტები არ ველაპარაკე არა ზედმეტები კი არა ძალიან რაღაც შინაურულად ვისაუბრეთ და დიდი მადლობა და ისიც ვიცით ჩვენ რომ ამ კინოაკადემიაში თქვენ ფილმების პრეზენტაციასაც აკეთებთ. დიახ. აწყობთ ამ იმებს და დიდი მადლობა იმისათვის. ქართულ ოსკარს ველოდებით. ქართული ოსკარი. ხო, ქართულ ოსკარს. თუ საიდუმლო არ არის, სახელი ხო არ გაქვს? არა, ჯერ არა, ჯერ არა. არა, შენ ციფიქრე იქნებ. შენ ციფიქრე. მოდი ყველა შეიძლება სამოდელო გირფასო ტელემაგნიტი. რა შეიძლება დავარქვა? რა შეიძლება დავარქვა? ქართულ ოსკარს დავარქვა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ და ეჭვიარებარება რომ კიდე შევხვდებით. რა თქმა უნდა, ბევრჯერ. აბა დიდი მადლობა მაყურებელს, ავამშვიდობოთ და კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.